მეგობრებო, სანამ დავიწყებთ, აუცილებლად დაჭირეთ ლაიქი, გამოწერა ჩვენს არხზე და დატოვეთ კომენტარი, რათა დაეხმაროთ ჩვენს პროექტს. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მაღალი ხარისხის ვიდეოების მომზადება. ჰეი მეგობრებო, დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხს MMA-ის სამყაროში. ილია თოფურიას სუსტი წერტილები. ბევრს მიაჩნია, რომ თოფურია თითქმის დაუმარცხებელია, რადგან ის მაღალი დონის ფაითერია, ბოქსი, ჯიუ-ჯიტსუ, რესტლინგი, ყველაფერი მისი ძლიერი მხარეა. თავად ილია თავის თავს ხშირად მოიხსენიებს როგორც MMA-ის მომდევნო ეტაპის წარმომადგენელი. მაღალი დონე, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ ყველას აქვს სუსტი წერტილი და თოფურია არა გამონაკლისი. ლეგენდარულმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა, ამერიკული კიკბოქსინგის ფუძემდებელმა და ისეთ მებრძოლებთან მუშაობის გამოცდილების მქონემ როგორებიც არიან ჰაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მაჰაჩევი, დანიელ კორმიერი, ეინ ველასკეცი და სხვები, აღნიშნა, რომ ილიას მთავარი სუსტი წერტილი არის კიკები და მანევრები ბრძოლაში. მენდესის თქმით, თოფურიას ბოქსი უმაღლეს დონეზეა, ერთ-ერთი საუკეთესო MMA-ში. იგი იმდენად თავდაჯერებულია, რომ ზოგჯერ ფიქრობს თითქოს კროუფორდია. ამიტომ მისი მთავარი მიზანი მეტოქისთვის არის, რომ არ დაუშვას მასთან ბოქსერული დისტანციაში მოხვედრა. გარდა ამისა, მენდესი ხას უსვამს, რომ თოფურიას კარგი რესტლინგი და ჯიუ-ჯიტსუ აქვს, მაგრამ კიკების მიმართულებით ცოტა სუსტი წერტილი არსებობს. მთავარი ამოცანა მეტოქისთვის არის სწორად გამოყენება კიკებისა, მანევრებისა და კოლენების, რათა მიიტანოს დარტყმა იმ სფეროში, სადაც თოფურია შედარებით დაუცველია. უნდა აღინიშნოს, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კიკების პრობლემა ილიას სუსტ წერტილად განიხილება. თვით ხაბიბ ნურმაგომედოვი ადრე აღნიშნავდა, რომ თოფურია შეიძლება გამოიჩინოს სირთულეები ისეთ მებრძოლთან, როგორიც არის არმან ცარუკიანი, სადაც აქტიური ბრძოლა ტეიქდაუნების და მიწაზე კონტროლის მიმართულებით იქნება გამოწვევა. ყოფილი სპარინგ პარტნიორების შეფასებით, კიკები შეიძლება იყოს სუსტი წერტილი, თუმცა ილია ძალიან მრავალმხრივი ფაითერია და მისი სტრატეგია რთულია გათვლადი. ამიტომაც მთავარია, რომ მეტოქეს სიფრთხილით დაიცვას საკუთარი დისტანცია, გამოიყენოს მანევრები, კიკები და გადახვევები, რათა ტაქტიკურად პრობლემები შეუქმნას თოფურიას. რაც შეეხება ისტორიულ მაგალითებს UFC-ში, ერთადერთი ნოკდაუნი, რომელიც ილიას მოეყვა, იყო დარტყმა კიკით თავში ჯეიკ ჰერბერტის წინააღმდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო გამონაკლისი. სტრაიკინგში ყოველთვის არსებობს 50-50 შესაძლებლობა. ნებისმიერი მაღალი დონის მებრძოლი შეიძლება მოხვდეს შეუთანხმებელ დარტყმას. თოფურია გამოირჩევა თავის ბოქსით, ხოლო ძლიერი ქვედა ტექნიკა, გრაფინგი, ჯიუ-ჯიტსუ და რესტლინგი მისი მეორე ძლიერი მხარეა. ამ ყველაფრის კომბინაციამ შექმნა ფაქტიურად თითქმის იდეალური MMA ფაითერი, თუმცა თუ მეტოქე შეძლებს მანევრების, კიკების და გრაფინგის სწორ კომბინაციას, სუსტი წერტილები გამოვლინდება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ილია აქტიურად მუშაობს თავის სუსტ წერტილებზე. ყოველი ბრძოლა UFC-ში აჩვენებს, რომ თოფურია სწავლობს თავის შეცდომებიდან და ბოლო გამარჯვებები მაღალი დონის მოწინააღმდეგებთან, მაგალითად მაქს ჰალოვეისთან, ნათლად აჩვენებს, რომ ახლა ის კიდევ უფრო მრავალმხრივი და ძლიერი ფაითერია. მოკლედ, პირველი პოლკა გვაძლევს სურათს. ილიას სუსტი წერტილი არის კიკები და მანევრები დისტანციაში, ხოლო ძლიერი მხარე, ბოქსი და ტექნიკურად სრულყოფილი გრაფინგი. მომდევნო პოლკებში გავაანალიზებთ გრაფინგის და ჯიუ-ჯიტსუს სტრატეგიულ ასპექტებს, რათა დავინახოთ, როგორ შეუძლია თოფურიას რეალურად გამოიყენოს თავისი უნარი მიწაზე. ახლა გადავიდეთ კიდევ უფრო ღრმა ანალიზზე. გრაფინგი, ჯიუ-ჯიტსუ და მიწაზე ბრძოლა. ანუ ის, რაც ზოგჯერ შეიძლება ილიას სუსტი წერტილი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი პოლკის მიხედვით მისი ძირითადი სუსტი მხარე კიკები იყო, რეალობა ბევრად უფრო მრავალშრიანი და საინტერესოა. ხავიერ მენდესი ხას უსვამს, რომ თოფურია მაღალი დონის გრაფინგს ფლობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასში ვერ აღმოაჩინოს სუსტი წერტილი. მისი მიწის ტექნიკა, რაც გამოიყენება MMA-ში, პრაქტიკულად სრულყოფილია, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ მეტოქე თავად ძლიერი და სტრატეგიულად მომზადებულია. მაგალითად, ილია ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო რესტლინგის მიმართულებით ძლიერი, შემდეგ გადმოვიდა ესპანეთში და დაიწყო ჯიუ-ჯიტსუს სწავლა, მაგრამ საფუძველი ყოველთვის რესტლინგი იყო. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ექსპერტი, მაგალითად არმან ცარუკიანი, მიიჩნევს, რომ თოფურია შესაძლოა პრობლემებს შეხვდეს ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად იყენებს ტეიქდაუნებს და არ ერიდება მიწაზე კონტროლს. როგორც არმანა აღნიშნა, ჰიპოთეტიკურ ბრძოლაში თოფურია შეიძლება ვერ გაუძლოს ფრეინეტულ სწრაფ ტემპს და აქტიურ მიწის ბრძოლას. თოფურია თავის მხრივ ამასთან გამკლავდება ძალიან კარგად. მისი მოქნილობა და ტექნიკური სიძლიერე მიწაზე შესაძლებლობას აძლევს მას ნებისმიერი მოწინააღმდეგე კონფიგურაციაში გადააბრუნოს ბრძოლა.
ჯეიკ ჰერბერტთან და ალექსანდრ ვოლკანოვსკითან შეხვედრები ნათლად აჩვენებს, რომ მან ვერაერთხელ განიცადა დარტყმა კიკით, მაგრამ ასევე შეძლო დისტანციის მოპოვება და კონტრშეტევები. გრაფინგის თვალსაზრისით თოფურია მართავს ბრძოლას როგორც ზედა, ისე ქვედა პოზიციიდან. მისი ძლიერი მხარე არა მხოლოდ ტექნიკური უნარია, არამედ ფსიქოლოგიური მომზადება. მან იცის როგორ დააკონტროლოს მოწინააღმდეგე მიწაზე, როგორ მოახდინოს პოზიციების შეცვლა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ძალა და სისწრაფე. სწორედ ამიტომ მომდევნო შეხვედრები, მაგალითად სავარაუდო ბრძოლა არმან ცარუკიანთან ან ისლამ მახაჩევთან, გვიჩვენებს რეალურ სურათს, რამდენად კარგად შეუძლია თოფურიას გამოყენება გრაფინგში. აქ ცხადი იქნება, რამდენად მართებს ილიას მიწის ბრძოლა მაღალი დონის წინააღმდეგ, რადგან აქ სტრატეგია და ფიზიკური მომზადება გადამწყვეტი ხდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თოფურია მუდმივად აძლიერებს თავის ქვედა ტექნიკას. ბოლო შეხვედრებში UFC-ში მისი ბრძოლები აჩვენებს, რომ ის აღარ არის მხოლოდ სტრაიკერი. მიცაზე კონტროლი, გრაფინგი და დისტანციის მართვა მისთვის უკვე მთავარი იარაღებია. მაგალითად, მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოვეის შესანიშნავი კიკერი იყო, თოფურიამ შეძლო პოზიციის მოპოვება და გამარჯვება დომინანტურად. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ თოფურია თითქმის სრულყოფილი ფაიტერია, მისი ძლიერი მხარეებია ბოქსი, გრაფინგი, ძიუჯიცუ და მიწაზე ბრძოლა, ხოლო სუსტი წერტილები, კიკების გამოყენება და მოკლევადიანი სტრაიკინგის დაბრყოლებები, მაგრამ მისი მუდმივი მზადება, ტექნიკური სამუშაო და ფსიქოლოგიური სიმტკიცე თითქმის უქმნის ამ სუსტი წერტილების გამოვლენას რეალურ ბრძოლაში. შესაძლოა ილია ოდესმე შეხვდეს ისეთ მეტოქეს, რომელიც მისი სუსტი წერტილებით ისერგებლებს, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი MMA ფაიტერია. მომდევნო ბრძოლები გვიჩვენებს, რამდენად წარმატებით შეუძლია მას იყენებს საკუთარი ტექნიკა, ფიზიკური მომზადება და სტრატეგია იმისათვის, რომ დარჩეს დაუმარცხებელი. მოკლედ მეორე პოლკა გვაძლევს სრულ სურათს, ილიას ძლიერი მხარეები, ბოქსი, გრაფინგი, ძიუჯიცუ და მიწაზე ბრძოლა, სუსტი კიკები და სტრატეგიული მანევრები დისტანციაში, თუმცა მისი მუდმივი ვარჯიში, სტრატეგიული მზადება და გამოცდილება საშუალებას აძლევს მას თითქმის სრულყოფილად მართოს ბრძოლა. მომდევნო ვიდეოში გავაანალიზებთ კონკრეტულ ტაქტიკებს, თუ როგორ შეიძლება მეტოქეებას სცადონ ამ სუსტი წერტილების გამოყენება.